ძალიან ცუდია ეს, იმიტომ რომ რეალურად ადამიანები პოლიტიკოსები იქნებიან ის თუ არა პოლიტიკოსები, არაფერი გასახარი იმაში არ უნდა იყოს, თუ კი უკრაინა რაღაცნაირად დასუსტდება. იმიტომ რომ ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ, ხო ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ დღეს აი ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში ის სახელმწიფო, რომელიც ასევე არის ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპანტი და უამრავი ქართული ოჯახის ტრაგედიის შემოქმედი იბრძვის თავისუფლების, დემოკრატიის, ქვეყნების თვითგამორკვევის, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის პოლიტიკური იდენტობის წინააღმდეგ და ამაში მათ გულშემატკივრობს პარტია, რომელიც თავს მმართველ პარტიას უწოდებს საქართველოში, ხო? ამიტომ არაფერი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე აი ამ სიხარულში ჩემთვის არ არის, იმიტომ რომ ყველაფერი ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, აი ეს უთანხმოება, ეს რაღაც წარმოუდგენლად არასასიამოვნო კამათი ოვალურ ოფისში და შემდეგ ეს არ ემსახურება ჩვენი მოწინააღმდეგის დასუსტებას და ჩვენი მეგობრების გაძლიერებას. აი საერთოდ ლოგიკა ფორმულაში, რომლითაც ახლა ხელმძღვანელობს პროპაგანდა, ეს ღიად თქვა მათმა პროპაგანდისტმა, რომ უკრაინის დამარცხება საქართველოს გამარჯვება, ეს ფორმულა, აი რომელიმე მხრიდან, რაიმე თვალსაზრისით, საიდან შეიძლება იყოს რამე ტიპის ლოგიკის ან სიმართლის ელემენტის შემცველი. სიმართლის არა, მაგრამ ეს არის როგორ ფიქრობენ დღეს ქართულ ოცნებაში, ხო? მათი მთავარი ამოცანა, მათი მთავარი ინტერესი და პრინციპში მთავარი იდეოლოგიაც, ხო? ისინი ხომ არ არიან რაღაც ესეთი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც დგას რაღაც ფასეულობებზე, ღირებულებებზე, პოლიტიკურ პრინციპებზე და ამის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებებს. ხო, მათი მთავარი ამოცანა არის ის, რომ აი ეს მიტაცებული ძალაუფლება შეინარჩუნონ ნებისმიერ ფასად და გამდიდრდნენ ჩვენ ხარჯზე კორუფციით, ხო? ყველაფერი ის, რაც მათ ამაში დაეხმარება, არის ის, რაც მათ აწყობთ. რა აწყობთ მათ, ხო? მათს აწყობთ ის, რომ არსებობდეს ისეთი პოლიტიკური გარემო, როგორც საქართველოში, რა თქმა უნდა, ასე მის გარშემო, როდესაც არავინ არ გთხოვს ანგარიშს, არავისთან ანგარიშვალდებული არ ხარ, გარდა საკუთარი გუნდისა, საკუთარი დაჯგუფებისა, არ არსებობს თავისუფალი მედია, არ არსებობს დამოუკიდებელი ორგანიზაციები, არ არსებობს ოპოზიცია, არ არსებობს განსხვავებული აზრი, ყველაფერი არის ჩახშობილი და განადგურებული. ხო, ეს არის მათთვის მთავარი რამ და აქედან ახლა გეოპოლიტიკური ჭრილიც ასე შეიძლება გაშალო, ხო? არის სახელმწიფოები, რომლებიც პატივსცემენ თავისუფლებას, სამართლიანობას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვას. ეს სახელმწიფოები აქამდე ითვლებოდნენ და რჩებიან დღესაც ქართველი ერის მეგობრებად, ხო? ეს შეიძლება ეს არის შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები, მათ შორის უკრაინაც, რომელიც ყველაზე რთულ პერიოდებში იყო ჩვენ გვერდით, ხო? ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ამ მთავრობას, ამ თვითმარქვია მთავრობას ეუბნება, რომ რაც გინდათ აკეთეთ, დახოცეთ ხალხი, დააპატიმრეთ უკანონოდ, იძალადეთ მასზე. ოღონდ აკეთეთ ის, რაც მაწყობს, არის კრემლში. და ეს არის მათი გეოპოლიტიკური და არაფერი რთული ამაში არ არის, მათ აწყობთ, რომ ისეთი სახელმწიფოები, ისეთი რეჟიმები გაძლიერდნენ, რომლებიც არ გააკეთებენ არასოდეს აქცენტს, არასოდეს არ მიაქცევენ ყურადღებას, მეტიც წაახალისებენ აი ამ საბაბით ისეთ ქცევას, როგორც დღეს ეს პარტია იქცევა და ამიტომ მათი მოწინააღმდეგეები, დღეს მათი მოწინააღმდეგეები არიან სახელმწიფოები რეალურად, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ერისთვის კარგი უნდა და კარგს აკეთებდნენ. მთელი ჩვენი თანამშრომლობის ისტორია უკრაინასთანაც, ევროკავშირთან, შეერთებულ შტატებთან, გაერთიანებულ სამეფოსთან იყო ურთიერთხელსაყრელი, ურთიერთსასარგებლო და ამ ხალხს ძალიან ამ ქვეყნებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ საქართველო აქამდე მოვიდა. მაგრამ ქართულ ოცნებას არ აინტერესებს, ქართულ ოცნებას აინტერესებს მხოლოდ ძალაუფლება. აქედან გამომდინარე იღებს ყველა გადაწყვეტილებებს და თავის პოზიციებს აქედან გამოხატავს. ერთი კითხვა ჩდება აქ ლოგიკური, რატომ სჭირდება საქართველოს მოსახლეობის რაღაც ნაწილს კიდევ ამის ახსნა, როგორ ფიქრობთ თქვენ? პროპაგანდა მუშაობს, პროპაგანდას აქვს შედეგები, ის რომ ქართულ ოცნებას ხავს მხარდამჭერთა წრე, ხო, ეს არის ფაქტი. ჩვენ ყველა საზომით ვხედავთ, რომ ეს არ არის უმრავლესობა, მაგრამ არის გასაგებია, შესაძლოა მათთან ადამიანმა ისაუბროს, აუხსნას, დაუსაბუთოს, თუმცა ეს ისეთი მარტივი და ტრივიალური ჭეშმარიტებაა სამშობლოსთან კავშირში, რაც არის თუნდაც ემოციურ დონეზე არგუმენტებს, ფაქტებს რომ თავი დავანებოთ, რომ აღმოჩნდა, რომ მაინც არის ასახსნელი. მიუხედავად აი ამ საკითხების რაღაცა გასაგებობისა, ძალიან ნათელია ყველაფერი ერთი სიტყვით. როგორ ფიქრობთ თქვენ პოლიტიკური
წრეები, რას აკლებთ ამ პროცესს? ანუ რა არ გამოგდით პროცესში? უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვახერხოთ იმ ადამიანებთან ურთიერთობა, იმ ადამიანებთან კომუნიკაცია, რომლებსაც როგორც თქვენ სწორად შენიშნეთ, შეიძლება ჯერ კიდევ ჯერათ, რომ დემოკრატიული ცვლილება საქართველოში მოიტანს ომს, ხო? ანუ ომის შიში ქართული ოცნების მხარდამჭერების მნიშვნელოვან ნაწილში არის ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტიც მათი პოლიტიკური არჩევანების თვალსაზრისით და ასევე შესაძლოა შედარებით უფრო ნეიტრალურ ამორჩეველზე ზემოქმედებდეს ის, ხო? ამიტომ რა თქმა უნდა, ეხა პოლიტიკური პარტიების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ იპოვონ მისასვლელი გზები, იპოვონ სასაუბრო ენა. აი თქვენ ეძებთ მაგალითად ამ აბსოლუტურად ჩვენ აქამდეც და ახლაც ამას ვაკეთებდით, გვაქვს რეგულარული ურთიერთობა ყველგან სადაც შეგვიძლია, მაგრამ არის ობიექტური გარემოებები, რომლებიც ამაში რა თქმა უნდა ხელს გვიშლის და ეს არის ესეთი ობიექტი. მაგალითად ავიღოთ მედია სივრცე, ხო? თუ არ ჩავთვლით რამდენიმე კრიტიკულ ტელევიზიას მთავრობისგან დამოუკიდებელ არხებს ძალიან ცოტაა დისკუსია, დებატები და ალტერნატიული აზრის მოსვლა. თქვენ რომელ სახელმწიფო არხზე ხართ ნამყოფი საერთოდ? არც ერთზე ამ ბოლო წლების განმავლობაში. ბოლო რაღაც ქუჩაში თუ რაღაცას კითხავენ, ისიც რომ რაღაც გამოვთხოვენ ისე. საზოგადოებრივ მაუწყებელში? არა. არ საზოგადოებრივ მაუწყებელში. პოსტების არც კითხულობ, იმიტომ რომ ეს არის. რა ვიცი, წლები არა სარყოფილო არ იქ. ამიტომ ბუნებრივია ეს არის ერთ-ერთი ისეთი ობიექტური შეზღუდვა, რაც არის. მეორე დიდი დაბრკოლება ეს არის შიში. იმიტომ რომ ქვეყანაში სადაც არ არსებობს თავისუფლება, ხო, თავისუფლება რატომ არის მნიშვნელოვანი? თავისუფლება არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ვერავინ დაგჭაკროს. ხა ადამიანი, რომელიც დასაქმებულია, ჩვენ ხა ვხედავთ უპრეცედენტო შემთხვევებს, როდესაც უმაღლესი კვალიფიკაციის ადამიანებს ათავისუფლებენ საჯარო სამსახურებიდან. თავდაცვის სამინისტროდან, აი ამ ბოლო პერიოდში ეს დიდი ტალღა არის ორგანიზაციის, თბილისის მერიიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან, კანცელარიიდან და ასე შემდეგ, ხო? ადამიანებს რის გამო? იმიტომ რომ მათ თქვენს რომ ქვეყნის ნებისმიერმა მთავრობამ უნდა შეასრულოს კონსტიტუციით ნაკისრი ვალდებულებები და ამის გამო ხალხს უშვებენ სამსახურიდან. ეხლა წარმოიდგინეთ ადამიანები, რომლებიც ერთადერთი შემოსავალი შეიძლება იყოს საჯარო სამსახურიდან მიღებული ანაზღაურება, სადაც ერთ, ორ ან რამდენიმე ოჯახში მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს, ხო? და რომელთაც შეუძლიათ ერთი ხელის მოსვლით გაათავისუფლონ სამსახურებიდან. ასეთი ადამიანები ძალიან ძნელად ხელმისაწვდომები არიან ოპოზიციური პარტიებისთვის, უბრალოდ ფიზიკურად რო შეხვდე და ესაუბრო მათ, იმიტომ რომ აი უბრალოდ შეხვედრაც კი და მე ეს გამოცდილება წინასაარჩევნო კამპანიისას ძალიან კარგად ვნახე, არის ძალიან დიდი პრობლემა. ბევრ ქალაქში საქართველოში ფიზიკურად უბრალოდ შეხვედრის ადგილის არ არის, რომ ადამიანებს ესაუბრო. ანუ შიში თავისუფლების არარსებობა, მედია სივრცის უკიდურესად შეზღუდულობა, ხო? სადაც აი უბრალოდ დისკუსიაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შორის არ არსებობს. ხო, ამიტომ ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მით უმეტეს ჩვენ ახალგაზრდა პოლიტიკური პარტია გვაქვს, არ გვაქვს იმხელა რესურსები, რომელიც შეიძლება სხვა გქონდეს, ეს განსაკუთრებით გართულებული არის. ხო, ამიტომ გარდა იმისა, რომ არსებობს. თუმცა თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს არის მთავარი. მნიშვნელოვანია ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის ახსნა იმ ტყუილებზე დაფუძნებული პროპაგანდის манипуляციური ტექნიკების, რომელიც მათ აბამს აი ამ რაღაცა ბინდში, რომელიც არის მოკლებული სიმართლე. ისინი არიან ჩვენი თანამოქალაქეები და ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, ხო? ამიტომ ისინი არ არიან ჩვენი მეტოქეები. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ახლა რო წარმოვიდგინოთ, რომ არსებობს რაღაცა ნორმალური პოლიტიკური გარემო ქვეყანაში, სადაც ყველა შეუძლია ყველასთან საუბარი. არსებობს ცივილური დებატების, ცივილური დისკუსიის საშუალება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი ადამიანების რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ დემოკრატიული ცვლილება შეიძლება იყოს ომის მომტანი, რომ ევროკავშირში გაწევრიანება, ან თავისუფლების გაძლიერება ამ ქვეყანაში შეიძლება იყოს ვინმესთვის რაღაც ეროვნული თვითყოფადობის, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაკარგვისკენ სვლა, იქნება ძალიან მცირე. მაგრამ ეს შიში დეზინფორმაცია, კარგად დაფინანსებული დეზინფორმაცია, манипуляცია და კანონის უზენაესობის არარსებობა, სასამართლოს დამოუკიდებლობის არარსებობა, სამართლის არარსებობა, რა თქმა უნდა, ქმნის ძალიან რთულ
ბარიერებს. მაგრამ რო წარმოვიდგინოთ, რომ არის ეს ვითარება, სადაც ყველას შეუძლია ინფორმაციის გასვლა ნორმალურ გარემოში, ასეთი ადამიანების რიცხვი, რაოდენობა იქნებოდა ძალიან მცირე. იმიტომ რომ თუ კი ადამიანს ექნება მრავალმხრივი ინფორმაცია, თუ კი ჩვენ შევძლებთ შევხვდეთ და ერთმანეთს ვესაუბროთ, ყველა დაინახავს ვინ არის და საკუთარ არჩევანს ყველა სწორს გააკეთებს. სამწუხაროდ მოცემულობა არის ასეთი და მედია, რომელშიც თქვენ კიდევ გაქვთ შესაძლებლობა რომ იყოთ, ისაუბროთ და საზოგადოებას ესაუბროთ, ყოველდღიურად იზღუდება. კი, ძალიან რთული პრობლემა არის ეს და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ აი ამ ჩვენი რაღაც დემოკრატიის და თავისუფლების კუნძულების გადარჩენას. სხვა გზა არ აქვს. ჩვენ მხოლოდ ამ იმედით ვართ ახლაც ეთერში.